მოგესალმებით მეგობრებო, უკვე 96 დღეა გამოდიხართ, ჩვენს ლექციებს უწყვეტად ესწრებით და ამისთვის გიხდით უდიდეს მადლობას. Ყველა დედას ულოცავთ სამართს და განსაკუთრებულ სოლიდარობას უცხადებთ დედებს, რომლის შვილებიც არიან უკანონოდ და უსამართლოდ დაკავებულები. დღევანდელი ჩვენი ლექციის თემა არის უიმედობიდან გამარჯვებამდე და ჩვენი სპიკერი იქნება ნინო ევხოშვილი და გადავცემ სიტყვას. მოგესალმებით მეგობრებო, არ ვიცი ისმის თუ არა ჩემი ხმა არ ისმის, ხო? ესე ისმის? მიკროფონში ლაპარაკი ცოტა. უხერხულია და რა ვიცი, უმიკროფონოთ ვერ გაიგებენ, ხო ჩემ ხმას? კეთილი მეგობრებო, ძალიან დიდი პატივია ილიას და აკაკის ქვემოთ რომ ვდგავარ და თქვენთან საჯარო ლექცია მაქვს, უჩვეულო ფორმატია ჩემთვის. ქუჩაში ლექციის ჩატარება, მაგრამ კიდე ერთხელ გილოცავთ მე დღევანდელ დღეს და დღევანდელი ჩვენი ლექცია ეძღვნება სწორედ იმ უკანონო პატიმრებს და მათ მშობლებს თემა, რომელიც ჩვენ შევარჩიეთ, ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება დღევანდელ მოცემულობაში. ეს არის კონკრეტულად ერთი ინსტრუმენტი, ემოციური ტონების სკალა, რომელსაც გავივლით და რაღაცნაირად გავაცნობიერებთ სად ვართ ჩვენ, ვის ვებრძვით, ისინი სად არიან, ასე ვთქვათ, და როგორ შეიძლება, რომ ისეთი ემოციური მდგომარეობა შევინარჩუნოთ, რომელიც გამარჯვებაში დაგვეხმარება. ანუ რაღაცნაირად უიმედობიდან გამარჯვებამდე გზა როგორ გავიაროთ ემოციურად, ამაზე რომ ვისაუბროთ დღეს. მე რაღაცა ჩანს ხო ეს სკალა? მოკლედ მეგობრებო, არის ესეთი მეცნიერი რონ ჰაბარდი, ვისაც ეკუთვნის ეს ინსტრუმენტი და რონ ჰაბარდი გვეუბნება, რომ ჩვენ ადამიანებს შეცდომები მოგვდის და ეს ბუნებრივია, რაღაცას რო ვაკეთებთ, მოკლედ შეცდომაც აუცილებლად მოგვივა, მაგრამ იმაზე თუ რამდენად სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რამდენად შედეგიანად ვიმოქმედებთ და რამდენად კარგი შედეგი დადგება, მოკლედ ჩვენი ქმედების შემდგომ, არის განპირობებული იმ ემოციური ტონით, რომელშიც ვცხოვრობთ. და ნებისმიერი ქმედების უკან დგას ჩვენი ემოციები. ემოცია, ასე ვთქვათ, ლათინურად რო ჩავშალოთ, არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა. ანუ ნებისმიერ ქმედებას ჩვენ გვახორციელებინებს ჩვენი ემოცია და ჩვენი განზრახვა არის, რომ მოკეთ იმ იმპულსებით და ინსტინქტებით კი არ ვიცხოვროთ, რომელიც მოკეთ გვმართავს, არამედ რაღაცნაირად რაციონალურად დავსვათ ხოლმე კითხვა, რა შედეგის მიღება გვინდა და ამ შედეგისთვის როგორ გამოვიყენოთ მერე ჩვენი ის იმპულსებიდან წამოსული, მოკეთ ემოციებიდან წამოსული იმპულსები, რომელიც არის ხოლმე ძალიან ბუნებრივი. მოკეთ ეხლა ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და გავიაროთ ყველა ემოციური ტონი. 0, ასე ვთქვათ, სკალაზე არის სიკვდილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ცოცხალ ადამიანს აქვს რაღაც ემოცია. თუ ემოცია არ აგვაქვს, ცოცხლებიც არ ვართ და ამ ემოციურ ტონზე დიდხანს არ შევჩერდეთ. თუმცა ამ სიკვდილთან ძალიან ახლოს, ანუ 0.5 მიასედი სკალაზე ეს არის აპათიური ემოციური ტონი. ეს არის სწორედ ის უიმედობა, რაც ესეთი მეტაფორულად დავარქვით მოკეთ დღევანდელ შეხვედრას უიმედობიდან გამარჯვებამდე. აპათიური ემოციური ტონს ახასიათებს სამი მნიშვნელოვანი ნიშანი. ამ დროს ადამიანი არ ჭამს, არ ძინავს და არავის ეკონტაქტება. ანუ შეიძლება გაგახსენდეთ თქვენს ირგვლივ ადამიანები ამ მდგომარეობაში, შეიძლება საკუთარი თავით გაგახსენდეთ ამ მდგომარეობაში და უნდა ვიცოდეთ, რა უნდა ვიცოდეთ ამ ემოციურ ტონზე, რომ თუ ადამიანი არ ჭამს, არ ძინავს და არავის ეკონტაქტება, ამ ადამიანს დახმარება ჭირდება, ანუ თავის თავს ვერ დაეხმარება და შეიძლება ესე უბრალოდ ჩვენც ვერ დავეხმაროთ, არამედ სპეციალისტის დახმარება დაჭირდეს და მედიკამენტოზური ჩარევაც დაჭირდეს, ხო? უბრალოდ რახან ვამბობთ, რომ ადამიანი არ ჭამს, არ ძინავს და არავის ეკონტაქტება, ანუ კონტაქტის გაწყვეტა ნიშნავს იმას, რომ ესეთი ადამიანების მოძებნა არის ხოლმე რთული. შეიძლება უბრალოდ ჩაიკეტოს ადამიანი, გაქრეს, განსაკუთრებით მოკეთ გარდატეხის ასაკში და მოზარდობის პერიოდში არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ემოციური ტონის შესახებ რომ ვიცოდეთ. უბრალოდ თუ თქვენ თვითონ თქვენ თავს ან თქვენს ირგვლივ გარშემომყოფებს შეამჩნევთ, რომ და ხა მოკეთ ამ მოცემულობაში შეიძლება დაგვერღვა ძილი, ხო, მაგალითად. ან რაღაცა კვების ჩვევები შეგვეცვალა, ხო? ანუ ძილი აღარ მინდა, ჭამა აღარ მინდა, უკვე საგან გაშუა, სანამ კონტაქტს გავწყვეთ მოკლედ ადამიანებთან, უნდა ვიცოდე, რომ დახმარება მჭირდება და რაღაცნაირად
ეს მდგომარეობა არის მოკლედ საყურადღებო. შემდეგი, ასე ვთქვათ, 0.5 მიასედის შემდგომ მოდის ეგრეთ 0.5 მიათედი, ეს არის უბედურების ემოციური ტონი და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული მომენტალური ემოციური ტონები და არსებობს ქრონიკული ემოციური ტონი. ანუ მომენტალურად უბედურების ემოციურ ტონში ალბათ ყველა ჩავარდნილ ვართ, როდესაც რაღაცა არასასიამოვნო ხდება, ხო? განსაკუთრებით თუ ვიღაც გარდაიცვალა, ან თუნდაც ომი დაიწყო სადღაც, ან რაღაცა თუნდაც რაღაც უსამართლობა მოხდა ჩვენს ირგვლივ, ხო? და მომენტალურად ყველა ვარდებით უბედურების ემოციურ ტონში და ეს არის ბუნებრივი და სხვა, ანუ აქ მთავარი არის გავაცნობიეროთ, რომ მომენტალურად სევდა როგორც ემოცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ემოცია და ამ ემოციას აუცილებლად უნდა მივცეთ ხოლმე არსებობის უფლება. სევდის ემოციასთან გამკლავების ერთადერთი საშუალება არის გაზიარება, ანუ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე და უნდა ვიპოვოთ მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც, თუ სპეციალისტი არ არის, მოკლედ და ფსიქოკონსულტანტი არ არის, ფსიქოთერაპევტი არ არის და სპეციალისტი არ გვყავს, უბრალოდ ერთი ადამიანი, ვინც მოგვისმენს გზნობების დონეზე, ანუ ემპათიურად, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს გაზიარება. სევდა ასევე ძალიან დიდი რესურსი არის ხელოვანი ადამიანებისთვის, ხო? ეს ადამიანები გაზიარებას ახდენენ, წერენ, ხო? მაგალითად რაღაცა ხატრობა, მუსიკა, ხო? ნებისმიერი მოკლედ გაზიარების ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს და მოკლედ არაფერი საშიში სევდაში არ არის, თუ მას სწორად გავუმკლავდებით, თუ მივცემთ მას არსებობის უფლებას, თუ არ შევეცდებით, რომ დავთრგუნოთ და ვიფიქროთ, რომ არ შეიძლება მოკლედ, რომ რაღაცა სევდის ემოციას განვიცდიდეთ და დღეს განსაკუთრებით ეს ყალბი პოზიტიურობის თემა ძალიან აქტუალურია და ადამიანებს გონიათ, რომ არ შეიძლება, რომ სევდიანები ვიყოთ და არ შეიძლება, რომ სევდას გამოვხატავდეთ. ამ დროს ძალიან ბუნებრივი და რესურსული ემოცია და პირიქით მომენტალურად ეს ემოცია არის მნიშვნელოვანი და ქრონიკულად რო არ გავიჭედოთ, ასე ვთქვათ, უბედურების ემოციურ ტონში, მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ გადავამუშაოთ, ანუ სევდა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გადამუშავება ხდება სწორედ გაზიარებით, ამაზე საუბრით, თუ არა და რაიმე ფორმით გამოხატვით, ხო, ამ ემოციის. რაც შეეხება ქრონიკულ ტონს, უბედურებას, უბედურების ემოციური ტონი ქრონიკულად, აი ამ ტონში გაჭედილ ადამიანებს ახასიათებთ ქრონიკული დაავადებები და რომ ხაბარდი ამბობს, რომ ეს ამ ადამიანებს იმიტომ კი არ ანუ ეს ადამიანები იმიტომ კი არ გაიჭერდნენ ქრონიკულად უბედურების ემოციურ ტონში, რომ ქრონიკული დაავადებები ახასიათებთ. პირიქით, ანუ იმიტომ რომ გაიჭერდნენ ქრონიკულად უბედურების ემოციურ ტონში, იმიტომ მათ აქვთ სწორედ აი ეს ქრონიკული დაავადებები. და ამ ჩვენს მიმდინარე ამბებს რომ დაუკავშიროთ, როგორც მიხვდით 28 ნოემბრიდან მინიმუმ თუ უფრო ადრედან არა, რეჟიმი ცდილობს, რომ ამ ტონში ამყოფოს ერი, ხო? არ ვიცი, ალბათ შეამჩნიეთ, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უბედურების ემოციურ ტონში ვიყოთ. შემდეგი ემოციური ტონი არის სკალაზე მაჩვენებლით 1, ეს არის შიშის ემოციური ტონი. შიშის ემოციური ტონისთვის დამახასიათებელი არის, ხოლმე ერთ ადგილას გაჩერება ცოტა მიჭირს ხოლმე. ესე იგი, შიშის ემოციური ტონისთვის დამახასიათებელი არის ორი მნიშვნელოვანი რამ. ამ ემოციურ ტონში ადამიანი მუდმივად იტყუება, უკვე ალბათ გაგახსენდათ ვიღაცები ამასთან დაკავშირებით, ოღონდ თან თვალს ვერ გვისწორებს რა, ანუ ორი თვისება რა, სულ იტყუება და თან თვალს გარიდებს. და ეს ხდება იმიტომ, რომ შიში ზოგადად არის ემოცია, რომელიც მოკლედ რომლის დროსაც ორგანიზმში დიდი რაოდენობით ადრენალინი გამოიყოფა, ეს ადრენალინის სისხლს გადაისვრის ფეხებში და ამ დროს გვაქვს მოკლედ იმპულსი გვიბიძგებს გაქცევისკენ. თუმცა თუ მოკლედ აი ამ შიშის ემოციურ ტონში ფიზიკურად, ანუ ფეხებით ვერ გავბივარ, გამირბის თვალები. და ანუ რაღაც აი პატარა ბავშვი რო გაიხსენოთ, ხო, რომ ეკითხები რომ შენ გააფუჭე რაღაცა და ის გეუბნება რომ არა მე არ გამიფუჭები და თან თვალს გარიდებს, ხო? ანუ მუდმივად იტყუება ადამიანი და თვალს გარიდებს. ეს არის დამახასიათებელი შიშის ემოციური ტონისთვის. ხო, ხო, ესეთი ადამიანები აუცილებლად გაგახსენდებათ. ეს რა ქვია. ეხლა ნახეთ მეორე ვარიანტი, აქვე შეგვიძლია აი ზუსტად რეჟიმის წარმომადგენლებთან დაკავშირებით გავიხსენოთ, რომ ისეთი ადამიანებიც გაგვახსენდება, ალბათ მუდმივ, ანუ რომ გატყუებენ, მაგრამ თვალს გისწორებენ და ისე გატყუებენ რა. ეს უკვე არ არის შიშის ემოციური ტონი, თუმცა არის შიშთან ძალიან ახლოს 1/1000-ით
ზემოთ ეს არის ეგრეთ წოდებული ფარული სიძულვილის ემოციური ტონი. ანუ ამ ემოციურ ტონში ადამიანი თვალს გისწორებს და ესე გატყუებს რა. აი კი ბატონო. ყველა მოვაჩინეთ. კი ბატონო. კი ბატონო, მოკლედ ფარული სიძულვილის ემოციურ ტონს ხვანაირად ქვია დამნაშავის ემოციური ტონი. ანუ ეს არის ემოციური ტონი, რომელ ტონშიც აი ამ ტონში და ამ ტონის ქვემოთ შეუძლიათ ადამიანებს ჩაიდინონ დანაშაული. რას ნიშნავს? ანუ თავის თავს ან სხვას რამე დაუზიანონ, გააფუჭონ, ხო? რაღაცა. ანუ ფარული სიძულვილის ემოციური ტონი რატო ქვია? აი გარდატეხის ასაკი რო გავიხსენოთ, ამ ემოციურ ტონში სინამდვილეში ფსიქოლოგიურად რა ხდება? ადამიანს აქვს საკუთარი თავის მიუღებლობა და აი ამის პროექცირებას ახდენს გარემოზე. ანუ იმის მაგივრად რომ იმის გამო რომ საკუთარი თავში რაღაცეები ვერ მიუღია, ცდილობს რომ გარემოს აჩვენოს რომ ვითომ ყველაზე კაი ტიპი. აი დაახლოებით სკოლაში რომ გავიხსენოთ, ბულერი ბავშვები არიან ფარული სიძულვილის ემოციურ ტონში. ფარული სიძულვილის ემოციურ ტონში შეიძლება ჩვენც გავიხსენოთ ჩვენი თავი, აი სკოლაში რომ გქონდა მოთხოვნება რომ მერხები ამოგვეჩხაპნა მაგალითად, ხო? ანუ ამ ემოციურ ტონში გვაქვს მოთხოვება რომ რაღაცა გავაფუჭოთ. ეხლა ვიღაცა ბევრს აფუჭებს, ვიღაცა ცოტას, მაგრამ ამ ემოციური ტონის გარდა სხვა ემოციურ ტონში ეს მოთხოვნილება არ აქვს რა. მოკლედ, კიდე ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა რომ თუ ხართ აქ ადამიანები, ვისაც თქვენს ირგვლივ გყავთ გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდები, გარდატეხის ასაკში ეს არის აბსოლუტური ნორმა. რომ მოზარდს კონდეს მოთხოვნილება რაღაცები გააფუჭოს. იმიტომ რომ ამ დროს მოზარდის ორგანიზმში ხდება ფიზიოლოგიური ცვლილებები, რის გამოც ჩვენ თვითონაც გავიხსენოთ ჩვენი თავი, აქვს რაღაც მიუღებლობა საკუთარი თავის მოზარდებს და აქვს მოთხოვნება რომ რაღაცები გააფუჭონ. და ამ დროს აი ამ რაღაცეების გაფუჭება ძალიან კარგია ბჭყალებში, ანუ უნდა მიუცეთ საშუალება, რომ მინიმალური რაღაცეები, რა ვიცი, ამოკაწრონ და გააფუჭონ, იმიტომ რომ თუ ღიაობისკენ არ იქნება, ანუ მიმართული ეს ემოცია, მაშინ ეს ყველაფერი, ანუ თუ ვექტორი შიგნით ექნება მიმართული, უფრო მეტი საშიშროებაა, რომ მაგალითად თვითდაზიანებებს მიმართოს, ხო? და ამის შესახებაც ალბათ გსმენიათ. კი ბატონო, მოკლედ გარდატეხის ასაკში ეს არის ნორმა, მაგრამ ზრდასრული, რომელიც ამ ემოციურ ტონში გაიჭედა, რა თქმა უნდა, არის ტრაგედია, იმიტომ რომ მუდმივად ცდილობს რომ დააზიანოს რაღაცა, ხო? მაგალითად, რა ვიცი, სკვერს ნახავს გაკეთებულს, მივა დაამკრავს, გააფუჭებს. ანუ მხოლოდ ეს რაღაცა მატერიალური რაღაცების განადგურებაზე არ არიან, ეს ადამიანები არიან, რომლებსაც აქვს მოთხოვნილება, რომ მაგალითად გატკინონ გული. ანუ მუდმივად დიალოგში ცდილობენ, რომ რაღაცა გული გატკინონ. მე მინდა უბრალოდ გაცნობიეროთ, რომ თუ ადამიანს თვითონ არ ტკივა, არანაირი სურვილი არ აქვს, რომ სხვას ატკინოს, ხო? ანუ ეს ადამიანები უბრალოდ არიან სადღაც გაჭედილები აი ამ საკუთარი თავის მიუღებლობაში და რაღაცნაირად ამ დიქტატორებს და ტირანებსაც რო გადავხედოთ, ამ ემოციურ ტონში მყოფი ადამიანები არიან, ხო? შიშსა და ფარულ სიძულვილში გაჭედილები, რომლებიც აი ესე მერე რა ვიცი რა ატკინეს ამისთანად და რა ვერ მიიღეს თავისავიდან ისი შეეშინდათ არ ვიცი, ყველას ძალიან ინდივიდუალური ფსიქიკა აქვს და სხვადასხვანაირად აღვიქვამთ ხოლმე რაღაცებს, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან დიდი მასშტაბით ცდილობენ რაღაცების გაფუჭებას და დაზიანებას. შემდეგი ემოციური ტონი არის ბრაზის ემოციური ტონი, ეს არის უკვე 1.5 სკალაზე. ბრაზის ემოციური ტონი, მოკლედ შეიძლება კარგი ტონი არ არის, იმიტომ რომ ქრონიკულად ბრაზის ემოციურ ტონში მყოფ ადამიანს ჩემი მტერი ეკონტაქტა და რაიმე კონსტრუქციული გადაწყვეტილების მიღება ამ ემოციურ ტონში, რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილების მიღება და კონსტრუქციული დიალოგი ესე ტონში მყოფ ადამიანთან ძალიან რთულია, თუმცა რა მინდა რომ იცოდეთ, ანუ ზედა ტონი მანიპულირებს ქვედა ტონით და პირიქით ქვედა ტონი ვერასდროს ვერ მანიპულირებს ზედათი. ანუ მე თუ ვარ ფარული სიძულვილის ემოციურ ტონში მყოფი ბულერი ბავშვი და მოვედი მაგალითად თქვენი სახელი ირმასთან და მინდა რომ მანიპულირება მოვახდინო მისით, მე ვეცდები რომ ის ქვედა ტონში ჩავიყვანო, ანუ შევაშინო. ამას რა თქმა უნდა ბავშვები ამას გაუცნობიერებლად აკეთებენ, თუმცა მასების მართვაში ძალიან კარგად გამოიყენება, ხო, ეს მეთოდები. ანუ ჯობია რომ ირმა გაბრაზდეს, იმიტომ რომ მე ვეღარ მოვახდენ გაბრაზებული ირმათი მანიპულირებას, მაგრამ თუ შევაშინე აუცილებლად მოვახდენ მისით მანიპულირებას, ხო? ამიტომ მომენტალურად ბრაზის ემოციური ტონი არის ძალიან სასარგებლო და თავში თუ ჩაგვარტყავენ აუცილებლად უნდა გავბრაზდეთ, უფრო არაადეკვატურები ვიქნებით თუ გაგვიხარდება, ხო? მაგრამ
ქრონიკულად არ უნდა დავრჩეთ ამ ტონში, როგორც ცევდაზე ვილაპარაკეთ და როგორც ნებისმიერ ემოციაზე, ამ ემოციას უნდა მივცეთ არსებობის უფლება, უბრალოდ იმპულსურად ბრაკი არ უნდა მოვიქცეთ ამ ემოციის ფონზე, არამედ გავაცნობიეროთ, რა შედეგის მიღება გვინდა და აი ამ შედეგისთვის როგორ მივმართოთ ჩვენი ბრაზის რესურსი, რომ ქრონიკულად არ გავიჭედოთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ქრონიკულად გავიჭედებით, ბრაზის ემოციურ ტონში კონსტრუქციულები ვერ ვიქნებით და სასურველ შედეგებს ვერ დავდებთ, ხო? შემდეგი ემოციური ტონი სკალაზე ეს არის 2, ეს არის ანტაგონიზმის ემოციური ტონი. ანტაგონიზმის ემოციური ტონისთვის რა არის დამახასიათებელი? ამ ემოციურ ტონში მყოფ ადამიანს დაუძლეველი სურვილი აქვს, რომ შეგვეწინააღმდეგოს. ანუ სიმართლეს და ჭეშმარიტებას კი არ ეძებს. უბრალოდ უნდა რომ ყოველთვის დააფიქსიროს განსხვავებული აზრი. და თუ დაუშვათ დღეს იტყვის რომ რაღაცაზე შავზე რომ არის თეთრი, ხვალ თუ ეტყვით რომ თეთრია, ის გეტყვის რომ შავია რა, იმიტომ რომ არ აინტერესებს მოკეთ სიმართლე და ჭეშმარიტება, უბრალოდ მას აქვს დაუძლეველი სურვილი რომ შეგვეწინააღმდეგოს. ალბათ გაგახსენდებათ ამ ემოციურ ტონში მყოფი ადამიანების, ხო? რა დგას მოკეთ ამ ემოციური ტონის უკან? ამ ემოციური ტონის უკან დგას ადამიანის თვითდამკვიდრების სურვილი. ანუ ადამიანებს აქვს ისეთი დაუძლეველი სურვილი თვითდამკვიდრების, რომ აი ესეთი განსხვავებული აზრის, თქვენგან განსხვავებული აზრის დაფიქსირებით ცდილობს თვითდამკვიდრებას. კიდევ ერთხელ რომ გავიხსენოთ გარდატეხის ასაკი, გარდატეხილება გაგახსენდეთ თქვენი შვილები, რომლებიც მუდმივად გეწინააღმდეგებიან, ეს არის გარდატეხის ასაკში ნორმა, იმიტომ რომ რაღაც ასაკში მოკლედ მოზარდს აქვს მოთხოვნილება, რომ ასე ვთქვათ, სეპარაცია მოახდინოს მშობლისგან და ეს არის სავალდებულო გასავლელი, მათ შორის ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ რაღაცნაირად 0-დან 7 წლამდე ეს რაღაცა პირობითია, მაგრამ მაინც რო ვიცოდეთ, მოზარდებს აქვთ მიჯაჭვულობა დედაზე და 7 წლიდან იწყებენ ანტაგონიზმს დედასთან, ანუ დედას ეწინააღმდეგებიან, 7-დან 14 წლამდე არის მამასთან მიჯაჭვულობის პერიოდი და 14 წლის ზემოთ მოკეთ ყველა შვილი ცდილობს, რომ რაღაცნაირად სეპარაცია მოახდინოს მშობლისგან და ეს ფსიქოლოგიური სეპარაცია ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა მივცეთ ამის საშუალება და ვიცოდეთ, რომ მოკეთ აი რას გადის და რა ხდება ამ დროს მოზარდის ორგანიზმში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზრდასრული, რომელიც თვითდამკვიდრებას ცდილობს განსხვავებული აზრის დაფიქსირებით და არ ეძებს სიმართლეს და ჭეშმარიტებას, რა თქმა უნდა, არ არის კარგი საყურებელი და რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ხშირად დიალოგისკენ რომ მოგვიწოდებენ ხოლმე, დიალოგში ასეთ ადამიანთან კონსტრუქციულ შედეგზე ვერ გავალთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ როგორც გითხარით, მოკეთ სიმართლეს და ჭეშმარიტებას ეს ადამიანი არ ეძებს რა. ამიტომ ტყვილა დავიხარჯებით მასთან კამათში, ამიტომ ჯობია რომ მივცეთ ხოლმე მოკლედ რაღაცნაირად ვაღიაროთ თუ ამის საშუალება გვაქვს, რომ რაღაცნაირად დაწყნარდეს. შემდეგი ემოციური ტონი არის 2.5, ეს არის მოწყენილობის ემოციური ტონი და ესეც მოკეთ არის გარდატეხის ასაკში ხოლმე ძალიან დამახასიათებელი, ეს არის მოკეთ ემოციური ტონი, როდესაც აი რაღაცა რუტინა ერთი და იგივე მოგბეს და დავდივარ ყოველ სახამოს ამ რუსთავაზე დავდივარ და აი რაღაცნაირად თითქოს შეიძლება ეს მოვიწყინე რა, რაღაცა მოკეთ მოწყენილობის ემოციური ტონი არის ინდიკატორი იმის, რომ ადამიანს სჭირდება განახლება, ეგრეთ წოდებული რეფრეში, ხო, რასაც ვეძახით ხოლმე, როგორც რა ვიცი, რაღაც კომპიუტერს და რაღაც მოწყობილობებს სჭირდება გადატვირთვა, ესე ადამიანს სჭირდება და თქვენც ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში თუნდაც აი ამ პროცესებში თუ შეამჩნევთ რომ რაღაცნაირად გადატვირთვა გჭირდებათ, უნდა მისცეთ თქვენ თავს მოკეთ ამის საშუალება და ამის უფლება, რომ რაღაცნაირად გადატვირთვა მოახდინოთ. სინამდვილეში ჩვეულებრივ ცხოვრებაში ეხა ცოტა რაღაცა ის გვაქვს ხო, განსხვავებული რეჟიმი ცხოვრების, მაგრამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში მოწყენილობის ემოციური ტონის უკან დგას საბაზისო ემოცია მოლოდინის, ინტერესის, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ ესეთი არსებები, რომ გვაქვს საბაზისო ემოცია ინტერესის და მოლოდინის, რაც ნიშნავს იმას, რომ სულ მინდა რაღაცა ახლის შემეცნება. ანუ მაქვს მოთხოვნილება, რომ რაღაცა ერთი ახალი ადამიანი გავიცნო, ერთი ახალი წიგნი წავიკითხო, ისეთ ადგილას წავიდე, სადაც არასდროს ყოფილი ვარ. აი რაღაცა ესეთი გადატვირთვა გჭირდება ხოლმე. ჩვენც ესეთი გადატვირთვა ასევე ხშირად ვავლებ პარალელს გარდატეხის ასაკში მყოფ და აი მოზარდებზე შეიძლება შეგიმჩნევიათ, ხო, რომ მოიწყინა მოზარდმა, ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ ესეც ინდიკატორია, რომ ამ ბავშვს შეიძლება რაღაცა ან ახალი მეგობარი ჭირდება, ახალი წრე, რა ვიცი, ან ახალი წიგნი, ახალი ფილმი, მოკეთ რაღაცა ფორმით სიახლე ჭირდება, რომ გადაიტვირთოს რა, იმიტომ რომ მოწყენილობის ემოციურ ტონში დიდხანს გაჭედვაც არ არის, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი ამბავი. თუმცა მოწყენილობის ემოციური ტონი აქ თქვენ ხედავთ ერთგვარი ხაზგამყოფია ეგრეთ წოდებულ ცუდ ემოციურ ტონებს, რომლებიც სიკვდილთან გვაახლოებს და ზემოთ უკვე ეგრეთ წოდებული კარგი ემოციური ტონები იწყება, ხო?
სამი სკალაზე არის ეგრეთ წოდებული კონსერვატიული ემოციური ტონი. კონსერვატიული ემოციური ტონში მყოფ ადამიანს ჩვენ ვიზუალურადაც გამოვარჩევთ. არიან ხოლმე ძალიან გამოწყეპილები, რაღაცნაირად აქ თუ 9-ზე ვიკრიბები, ზუსტად 9-ზე მოვლენ, რაღაცა ანუ ზუსტად იციან რა მოკლედ რაც აქვს, მაგრამ ამ ემოციურ ტონს არის ის, რომ კონსერვატიულ ემოციურ ტონში მყოფ ადამიანებს არ უყვარს ცვლილებები, ეწინააღმდეგება ცვლილებებს და ძნელად მოკლედ იღებს ცვლილებებს და რა თქმა უნდა, ეხლა თანამედროვე მსოფლიოში და ამ სწრაფი ცვლილებების ეპოქაში ეს ემოციური ტონი ძალიან დიდად სასარგებლო არ არის, იმიტომ რომ ცვლილებები არის ჩვენი მუდმივ ამ ეპოქაში და ზოგადად ყოველთვისაც ესე იყო, უბრალოდ ეხლა ძალიან დაჩქარებულია ეს პროცესი. ამიტომ მოკლედ კონსერვატიულ ემოციურ ტონში ცოტა გაგვიჭირდება, ხო, რომ ცვლილებებს ფეხი აუწყოთ, თუმცა ძალიან კარგი ემოციური ტონია, როგორც ასე ვთქვათ, შემსრულებელი რაღაცა დავალების შემსრულებელი ადამიანი ძალიან კარგია, იმიტომ რასაც დაავალებ ეს ადამიანი კეთილსინდისიერად ყოველთვის გააკეთებს. შემდეგი აი ამ კონსერვატიულ ემოციურ ტონთან ახლოს, ანუ 3 მიაცედით ზემოთ, 3.3 ეს არის ეგრეთ წოდებული ძლიერი ინტერესის ემოციური ტონი. ინტერესე ლათინური სიტყვაა და აქ და ამჟამად ყოფნას ნიშნავს და ეს არის ძალიან მაგარი ემოციური ტონი. ამ ემოციურ ტონში მყოფ ადამიანს ცხვირიდან გამონადენიც კი არ შეაწუხებს, ანუ იმდენად მაღალია იმუნიტეტი ამ ემოციურ ტონში. რას ნიშნავს ეს? ანუ აი წამში ყოფნის ამბავი, ხო, ფლოუში, ასე ვთქვათ, ნაკადში, ხო? ყოფნის ამბავი. აი თქვენ რო წარმოიდგინოთ ბავშვი, რომელიც თამაშობს კომპიუტერულ თამაშს, ანუ მთლიანად შესული როა ამ თამაში და ჭამა რაღაც ყველაფერი რო ავიწყდება და შეიძლება თქვენი თავით გაიხსენოთ რაღაცა პროცესში, ხო? მაგალითად, რომელიმე წიგნის კითხვის დროს, ხო, დაიწყეთ და სანამ არ დაამთავრეთ, ყველაფერი გაჩერდა. შეიძლება რომელიმე, რა ვიცი, ამერიკული სერიალის ყურების დროს ედოდან ხო, ან რაღაცა თქვენი საყვარელი საქმის კეთების დროს. მე პირადად მქონია გამოცდილება ლექციაზე შემსულ ვარ სიცხიანი და იქიდან გამოსულ ვარ სრულიად გამოჯანმრთელებული. სხვათა შორის დღესაც პირდაპირ ლოგინიდან ვარ მოსული. ერთი კვირა მოკლედ ავად ვიყავი, მეც დამეწია ტონები და რაღაცნაირად ჩამოვედი მოკლედ ქვემო ტონებში. ანუ ძლიერი ინტერესის ემოციური ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მუდმივად ვიპოვოთ ისეთი რაღაცა ორგანიზმის გაჯანსაღება ხდება ამ ემოციურ ტონში და ალბათ ამ ემოციურ ტონში რო არ ვიყოთ თოვლში, ყინვაში და რაღაცა -7 და -9 გრადუს ტემპერატურაზე აქ ყოფნას ალბათ ვერც მოვახერხებდით, ხო, რაღაცნაირად გვაქვს ძლიერი ინტერესი გამარჯვების და ჩვენი ქვეყნის კარგად ყოფნის, თავისუფლების, დემოკრატიის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის მიღმა ცხოვრებაში სულ უნდა ვეცადოთ ჩვენს ირგვლივ ადამიანებს, რომ რაღაცნაირად სულ ვაკეთოთ ისეთი რაღაცა, რაც ჩვენში ძლიერ ინტერესს იწვევს, იმიტომ რომ აი ამ მდგომარეობაში რაღაცა სწორი გადაწყვეტილების მიღება, კარგი ჯანმრთელობა და რაღაცა ყველაფერი არის ხოლმე თავისთავადი. მოკლედ ძლიერი ინტერესის შემდეგ მოდის 3.5 ეგრეთ წოდებული მხიარულების ემოციური ტონი და არ გეგონოთ, რომ ეს არის ისეთი ემოციური ტონი, რომ რაღაცა გიჟივით მხიარულები ვართ და სულ გვიხარია ყველაფერი. არა, ეს არის ემოციური ტონი, ამ ემოციურ ტონში მყოფ ადამიანზე გარემო ვეღარ ახდენს გავლენას. ანუ რაც უნდა ხდებოდეს გარემოში, ამ ადამიანმა იცის, რომ ის ნებისმიერ გამოწვევას გაართმევს თავს. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, ალბათ კემბელის გვირის მოგზაურობის შესახებ ყველას გსმენიათ, ხო? ეს არის ადამიანი, რომელმაც ეს მოგზაურობა მინიმუმ ერთხელ გაიარა და შეიძლება ბევრჯერაც გაიარა, ხო? ანუ კემბელის გვირის მოგზაურობა მოკეთ იმაზეა, რომ როგორ იწყება ადამიანის ცხოვრება, მერე ძალიან ბევრი დაბრკოლება როგორ ხდება, ისე რომ ბოლოს შეიძლება უსყულში ჩავარდეს და იქიდან ამოსული როგორ მიდის საწყის წერტილში, ანუ საიდანაც დაიწყო და იქ მოკლედ ის მიდის ეგრეთ წოდებული ელექსირით და ეს ელექსირი არის ზუსტად ეს ცოდნა და გამოცდილება, რომ ის ნებისმიერ გამოწვევას გაართმევს თავს. და ეს მოკლედ კემბელი ამბობს, რომ ნებისმიერ წიგნში, ნებისმიერ ფილმში პერსონაჟი რო გმირად იქცეს, ეს მოგზაურობა უნდა გაიაროს და იგივე ეხება ამ ემოციურ ტონში მყოფ ადამიანს, ხო? ეს არის ადამიანი, რომელიც უკვე საკუთარი ცხოვრების გმირად იქცა და მე ძალიან ბევრჯერ მithქვამ სხვათა შორის აქ როდესაც მოვდივარ და ვხედავ დაახლოებით ერთი და იგივე ადამიანებს ყოველ საღამოს ნებისმიერი ამინდის მიუხედავად როგორ მოდიან აქ, ეს არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე ინდივიდუალურად გაიმარჯვეს, რომლებსაც ეს მოგზაურობა უკვე გაიარეს და თავის თავში დაამარცხეს დიქტატურა, თავის თავში აი ეს თავისუფლება და დემოკრატია მოკლედ მოიპოვეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და აი ამ ხიარულების ემოციურ ტონში მყოფმა ადამიანებმა იციან, რომ ნებისმიერ გამოწვევას გაართმევენ თავს, ანუ რაც უნდა მოხდეს გარემოში, ისინი
სასურველ შედეგს ყოველთვის შექმნიან. აი ესეთი ემოციური ტონია, ეს მხიარულების ემოციური ტონი და შემდეგი ბოლო ემოციური ტონი ესა 4 სკალაზე. ნაჩვენებლით ეს არის ენთუზიაზმის ემოციური ტონი. ეს არის ემოციური ტონი, როდესაც ადამიანი გასცემს და ამ გაცემით კი არ იცლება, პირიქით ივსება. ხო, ენთუზიაზმის ემოციურ ტონში მყოფს ადამიანი სავსეა, რაღაცა აქვს, მოკლედ, თავისი ენერგია, ცოდნა, არ ვიცი, ნებისმიერი რაღაცა აქვს. იმდენი დაგროვებული, რომ აქვს მოთხოვნილება, რომ გასცეს რა და იმიტომ კი არ გასცემს, რომ ვინმე თქვას, რომ აუ რა მაგარი ადამიანი არა, მაგარი გოგო არა, მაგარი ბიჭი არა. გასცემს იმიტომ, რომ არ შეუძლია რო არ გასცეს. ხო, აქვს ეს მოთხოვნილება გაცემის. ანუ იმდენად და ეს რა თქმა უნდა, ეს გაცემის პროცესი ავსებს რა. და აი ესეთი მოკლედ მაგარი ემოციური ტონია ენთუზიაზმის სხვანაირად გამარჯვებული ადამიანების ემოციურ ტონს უწოდებენ და რო შევაჯამოთ აი ძლიერი ინტერესის მხიარულების და ენთუზიაზმის ემოციური ტონები არის ის ემოციური ტონები, სადაც გამარჯვება, წარმატება, კარგი ურთიერთობები, ფინანსებით, ჯანმრთელობა და ასე შემდეგ არის თავისთავადი და აი ეს ემოციური მდგომარეობა განაპირობებს იმას, რომ ჩვენ რაღაცეები უფრო მარტივად გამოგდის, რასაც ვერ ვიტყვით მოკეთ ქვედა ემოციურ ტონებზე, ხო? რაო? რა, ჩემ ლაპარაკს მაგალითად. კი ბატონო, მოკლედ არ ვიცი, ვეღარ ჩამეძიე. ხო, ანუ აი ეს არის ის სკალაზე მე მგონი ბრაზის ემოციურ ტონში იყო. რაღაცა გავაბრაზეთ ადამიანი. დავასრულებ მაიკო ამ ემას და გადავიდე კითხვებსაც კი. ესე იგი, ხო, საბოლოო ჯამში აი ეს იყო ის ინსტრუმენტი, რაც მინდოდა რომ გამეზიარებინა თქვენთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს ინსტრუმენტი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და ამ ჩვენს მოკეთ ბრძოლაშიც და ყველგან გამოგვადგება, თქვენ შვილებთან ურთიერთობაშიც გამოგვადგებათ. თავარია ვიცოდეთ, რომ ნებისმიერ აი აქ მინდა რომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას გავუსვა ხაზი. ანუ როგორც გითხარით, არსებობს მომენტალური და ქრონიკული ემოციური ტონები. ანუ ნებისმიერ ემოციას უნდა მივცეთ არსებობის უფლება. არასდროს არ იფიქროთ, რომ რაღაცნაირად სევდას, შიშს, ბრას, თუნდაც ზიზღს არ აქვს არსებობის უფლება. ყველა ემოცია, რომელიც წარმოიქმნება, ასე ვთქვათ, ლეგიტიმურია და აქვს არსებობის უფლება. უბრალოდ უნდა გავაცნობიეროთ ეს ემოციები, დავარქვათ სწორი სახელები და ამ იმპულსით კი არ ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ იმპულსურად ცხოველები მოქმედებენ, ხო? რაციონალი გვაქვს, ხო, შემოქმედებითი გონი გვაქვს და დავსვათ ხოლმე კითხვა, რომ რა შედეგის მიღება გვინდა და ამ შედეგისთვის, აი თუნდაც ეს ემოციური რესურსი, რაც გვაქვს, როგორ გამოვიყენოთ. ემოციას ორი რაღაც მოაქვს, მოკეთ ჩვენთვის, ეს არის ინფორმაცია და ეს არის ენერგია, ხო? მაგალითად, შიშის დროს რომ ფეხებში მაქვს ენერგია და ბრაზის დროს რომ ხელებში მაქვს, ხო, ეს ენერგია და ასევე ინფორმაცია, რომ რატო აღიქვა ჩემმა ტვინმა მაგალითად ვიღაცა მტრად, ხო? რატო მომიდა მისი განადგურება, ხო? აი ბრაზის დროს და ან რატო საფრთხეთ რატო აღიქვა და გაქცევა რატო მომიტა. ანუ ეს არის ინფორმაცია, რომელიც ამ ემოციამ მომიტანა და ასევე ენერგია. ეს ამ ემოციებს მნიშვნელოვანია, რომ სწორი სახელი დავარქვათ ხოლმე, მერე გავიგოთ, მოკეთ რა ინფორმაცია და ენერგია მოგვიტანა და შემდგომ გავაცნობიეროთ რა შედეგის მიღება გვინდა კონკრეტულ სიტუაციაში და ვიმოქმედოთ აი ამ რესურსებიდან, გაცნობიერებული რესურსებიდან გამომდინარე. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს რაზეც ვსაუბრობთ ამ სკალაზე, ეს არის განწყობების თემა. და მეორე მომენტალური ტონები არის ემოციები და კარგად მინდა რომ დაიმახსოვროთ რომ ყველა ემოციას აქვს არსებობის უფლება, უბრალოდ ამ ემოციის გადამუშავების შემდეგ რა განწყობას ავირჩევთ იმისთვის რომ ვიმოქმედოთ მოკეთ სასურველი შედეგისთვის და ქრონიკულად როგორ მდგომარეობაში ვიქნებით, ეს არის ჩვენი არჩევანი. ხოლო ემოციები ესე თავისთავად მოკეთ ფიზიოლოგიურად წარმოიქმნება ჩვენში და მოაქვს რაღაცა ინფორმაცია და ენერგია. მე მგონი არ ვიცი ეს იყო რაც მინდოდა რომ დღეს მეთქვა და მაიკოს კითხვას რომ დაუბრუნდეთ. ხო, ძალიან ბევრჯერ შეიძლება რომ ადამიანმა გაიაროს გმირის მოგზაურობა, შეიძლება რა ვიცი დღეში რამ გააჩნია, ხო, რა მასშტაბებზე ვლაპარაკობთ, რაზე ვლაპარაკობთ, ძალიან ბევრჯერ შეიძლება ადამიანმა გაიაროს
ეს მოგზაურობა, თუმცა ახალ-ახალი ელექსირებით რო ვართ, როგორც წესი, ყოველი ახალი მოგზაურობა შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს ხოლმე ჩვენთვის და უფრო განსხვავებული და არაფერი მოკლედ საგანგაშო არ არის ამაში. ტანჯვისგან თავის არიდების ერთადერთი საშუალება არის, რომ მოლოდინებისგან გავთავისუფლდეთ და არ გქონდეს მოლოდინი, რომ რაღაცა სიტუაცია მაინც და მაინც ესეთი უნდა იყოს, ან ადამიანები მაინც და მაინც ესე უნდა იქცეოდნენ, არამედ მივცეთ ყველაფერს, არსებობის უფლება და ჩვენ რაღაცნაირად რაციონალურად ვიმოქმედოთ ხოლმე, რომ ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ სასურველი შედეგები დადგეს ჩვენ ცხოვრებაში. მაიკო, არ ვიცი გავეცი თუ არა შენ კითხვას პასუხი? სად არის მაიკოც? კითხვები თუ გაქვთ, მეგობრებო? ხელით, ხო. ასევე რამის გაზიარება თუ გინდათ, როგორ ხართ, როგორ გრძნობ თავს? ხო, აი ამ მოკლედ უიმედობიდან გამარჯვებამდე გზაზე თქვენ სად გრძნობთ თავს? ვინსად გეცნოთ, ან პარალელურად კი აზიარებდით ვინსად ვართ და როგორ არის მოკლედ, მაგრამ ხო, რაღაცნაირად მოკლედ მინიმუმ ბრაზი უნდა ანუ შიდა ფარულსიძულუში ვეცადოთ, რომ არ ვიყოთ ხოლმე რაღაცნაირად ამას. თუმცა კიდე ერთხელ ვიმეორებ, ისიც რომ გვეშინოდეს ძალიან ნორმალურია, უბრალოდ ქრონიკულად არ გავიჭედოთ, ხო, აქ და ისიც რომ რაღაცა სიძულულის ემოცია გქონდეს, რაღაცა ჩვენთვის საფრთხის შემცველი ვითარებების მიმართ, ესეც ნორმალურია, უბრალოდ კიდე ერთხელ ვიმეორებ, ქრონიკულად არ გავიჭედოთ ხოლმე აქ და გადავამუშაოთ, ვისაუბროთ ამაზე. და ეს მე სულ ამბობ, რომ ყოველ საღამოს აქ მოსვლა ერთგვარი თერაპიაა, იმიტომ რომ ნახულობ ადამიანებს, აზიარებ რა გამოწვევებია, ასე ვთქვათ. გისმენთ? აი. შეგიძლიათ ცოტა გადმოიწიოთ? ბოდიში. და ამას ვეძებთ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო. მე მაინტერესებს, რატო იჭედებიან ხოლმე ადამიანები. ამ ეტაპზე და ამ გაჭედილებს რა ვუყოთ? გაჭედილებს რა ვუყოთ? კაი კითხვა. მადლობა, თქვენი სახელი? ნანა. ხო, ძალიან კაი კითხვა იყო, რატო იჭედებიან ადამიანები? მე რა ვიცი. არა. ხო, გაჭედვა არის ხოლმე როგორც წესი, აი გაუცნობიერებლობის დამსახურებაა, ხო? მე თუ ვერ ვაცნობიერებ, მაგალითად, რატომ აქვს ჩემი თავის მიუღებლობა, ხო? აი რაღაცნაირად სულ მაქვს მოთხოვნილება, რომ ვიღაცებს ვაწყენინო, ვატკინო, ხო? მაგრამ კი არ ვიცი ამას რატო ვაკეთებ. რაღაცნაირად ვაკეთებ. ანუ თუ მე დავიწყებ თვითცნობიერებაზე მუშაობას და გავაცნობიერებ, რომ რა არის, აი რა მიუღებლობაა, ხო, ესეთი ჩემ თავში, რომ მოთხოვნილება მაქვს, რომ ვიღაცებს ვაწყენინო და ვატკინო, ხო? მაშინ რა თქმა უნდა გამოვალ ამ გადავალ, მოკლედ ფარული სიზულიდან ზემოთ ავიწევ რა და რაღაც ეტაპებს გავვლი და ის ხო გაჭედვა ხდება გაცნობიერებლობის ნაკლებობის წყალობით, ასე ვთქვათ, წყალობა თუ შეიძლება ამას დავარქვათ, დამსახურებით და აქედან გამოსავალი არის თვითცნობიერებაზე მუშაობა. ანუ და თვითცნობიერების პირველი ნაბიჯი არის, რომ გავიცნოთ ჩვენი ემოციები, როგორც წეგან გითხარით, ამ ემოციებს სწორი სახელები დავარქვათ და ვიცოდეთ ამ ემოციებს მაგალითად რა ინფორმაცია და რა ენერგია მოაქვს ჩვენთვის, რა. და მე რა შემდეგი ნაბიჯი არის გაცნობიერების, რომ ვიცოდეთ რაღაცა მაგალითად ჩვენი უმთავრესი ღირებულება რა არის, რა გვინდა, ხო, რაციონალურად რა შედეგის მიღება გვინდა, რაღაცა იმპულსურად კი არ რეაქტიულად კი არ მოქმედებდეთ, არამედ პროაქტიულები ვიყოთ და წინასწარ ვხედავდეთ იმ შედეგს, საიდანაც მივდივართ და თუ წინასწარ ვიცი რა შედეგის მიღება მინდა და მე გავაცნობიერებ ჩემი ემოციებისგან რა ინფორმაცია და რა ენერგია მივიღე, მე უფრო მარტივია, ხო, ეს იმპულსი, ასე ვთქვათ, მივმართო და ეს ინფორმაცია მივმართო სასურველ შედეგში, ასე ვთქვათ, მოვახდინო კონვერტაცია თუ გარდაუქმნა. ნანა. რომ მივცეთ, მოდი, გითხარი გაგვიზია რაღაც საინტერესოს გვეუბნე. ნინო. არ მესმის თქვენი ხმა? რეაქტიულობიდან პროაქტიულობაში გადასვლა, ხო? თქვენი სახელი? თეა, მადლობა თეა, კი, თეა, გეთანხმები აბსოლუტურად ზუსტად თეა მიკითხა, რომ ეგო გასაგებიაო, მაგრამ
ტექნიკურად ძალიან ძნელია რომ ამ სიტუაციაში რაღაცა მაღალ ვიბრაციებზე ვიყოთ ხო და კარგ ემოციებში ვიყოთ. მადლობა თი ამ კითხვისთვის. კი, რთულია, მე თვითონ აი რა ვიცი, ყვებოდი ერთი კვირა ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი, იშვიათად ხვდები ავად და რაღაცნაირად ამ სიტუაციამ ძალიან მოახდინა ჩემზეც გავლენა. ნახეთ როგორ არის არ არის აქ მოკლედ ხანდახან უნდა მივცეთ თუნდაც თავს, სუდად ყოფნის უფლებაც. მთავარი არის ვიცოდეთ რომ ცუდი და კარგი ემოციები არ არსებობს. ანუ ყველა ემოცია საბოლოო ჯამში არის ადაპტაციური ხასიათის. ანუ ეს ემოციები ჩვენ გადარჩენაში გვეხმარება. და არ უნდა გვეგონოს რომ მაინც და მაინც სულ კარგ ასე ეგრეთ წოდებულ სიხარულის ემოციაში უნდა ვიყოთ, ხო? სევდას, შიშს, ზიზღს, ბრას ისევე აქვს არსებობის უფლება, როგორც სიხარულს. და რა ემოციაც წარმოიქმნება, ის ემოცია არის, ასე ვთქვათ, ლეგიტიმური იმ მომენტში, იმიტომ რომ ჩვენ გარემოსთან ადაპტაციაში გვეხმარება. აი ეს გაცნობიერება რაღაცნაირად გვეხმარება ხოლმე. მთავარი რომ არ გავიჭედოთ აი ამ ცუდ ემოციებში, ზუსტად ეგ არის. როდის ვიჭედები, თუ არ ვაძლევ ამ მგონია რომ ეს არის ცუდი ემოცია და არ ვაძლევ მას არსებობის უფლებას. და თუ ვაძლევ არსებობის უფლებას, თუნდაც სევდას, ხო? შეუძლებელია რომ აი ამ სიტუაციაში სევდის ემოცია არ გქონდეს. და უნდა მისცი ამას არსებობის უფლება, უნდა ისაუბრო ამაზე. ეს ისაუბრო ადამიანთან, ვინც ემპათიის დონეზე მოგისმენს, უნდა გააზიარო, თუნდაც რაღაცა სხვა ფორმით. როგორ? ასევე ბრასაც, ასევე ზიზღს, ყველა ემოციას აქვს არსებობის უფლება. უბრალოდ ანუ ქრონიკულად გაჭედვა რო არ მოხდეს, უნდა გადავამუშაოთ და გადამუშავება არის ეს, რომ გავაცნობიეროთ და რაღაცა ყველაფერს თავის ვადა და დრო აქვს, ხო? ეხა უსასრულოდ მეც ვერ ვიქნებოდი სევდის ემოციაში. იცი რა, ჩვენ ადამიანები ვართ და მომენტალურად ამ სკალაზე დავდივართ 0-დან მოკლედ ზლად 0-ში არა, მაგრამ ანუ ხო, რა უიმედობიდან გამარჯვებამდე შეიძლება ჩვენ თვითონაც ალბათ აი ამ პერიოდში ბევრჯერ ჩამოვედით, ხო? ანუ რაღაცა იყო, კი, სულ დავდივართ მოკლედ ამ სკალაზე. ხო და აი გამოსავალი არის ხოლმე რომ აი ესე რაღაცნაირად ერთმანეთს ვესაუბროთ, თუ საჭიროა სპეციალისტის ჩართოთ ამ პროცესში და მთავარია რომ დიდხანს არ გავიჭედოთ იმ ემოციურ ტონში, რომელიც არ არის რესურსული რა ჩვენთვის და რაღაცნაირად ის. თუმცა აი კარგად მინდა რომ გაიგოთ, რომ არ არსებობს ცუდი და კარგი ემოციები. განწყობა კი ბატონო, ქრონიკული ემოციური ტონი კი ბატონო, მაგრამ მომენტალურად ყველა ემოციური ტონი არის ის ემოცია, რომელიც მე გადარჩენაში მეხმარება, ადაპტაციაში მეხმარება. იმიტომ წარმოიქმნება რა რეალურად ემოციებს სხვანაირად ჩინაგან GPS-ს უწოდებენ რა, ანუ inner GPS-ი. ნობელის პრემია აქვს მეცნიერი ქალია, ვინც ეს აღმოაჩინა. ანუ ის შიგნიდან რაღაცა სიგნალებს გიგზავნის, ინფორმაციას გიგზავნის, ენერგიას გაძლევს, რომ შენ ადაპტაცია გაიარო და შეეგუო იმას, მოკლედ რაც ხდება შენს ირგვლივ. მე კი გამომჯარმფელდი ამასობაში. ვერ ვდგებოდი ფეხზე. დიდი მადლობა, ნაწილობრივ მივიღე პასუხი, მაგრამ მაინც მაინტერესებს თვით აი ამ სკალაზე თითოეული მდგომარეობის აი ტონის შიგნით, თუნდაც ენთუზიაზმი იყოს. ხომ არის კიდევ გრადაციები და ასე ვთქვათ, რა ღირებულებებზეა მიმართული. ეს არა მარტო ის, რომ მაგალითად ჩვენ ვინც მაგალითად ჩვენ ტრას წარმოგიდგენია, იმათ ცუდზე აქვს თავიანთი ენთუზიაზმი მიმართული იმაზე, როგორ გწემონ, დაგვარბიონ, დაგვიჭირონ, ენთუზიაზმით აკეთებენ ამას. თვითონ ჩვენში გრადაცია და შეიძლება გარკვეულ ეტაპზე ამასაც მართლა ჭირდებოდა, რომ შეიძლება მიმართული იყოს როგორც პოზიტიურ ღირებულებებზე, ასევე ნეგატიურ ღირებულებებზე. ჩვენ თავი ძალიან პოზიტიური კარგები მგონია, შეიძლება არც ვარ. შეიძლება მინდოდეს ვიღაცა ძალიან ბრაზიანი ადამიანის სიკვდილი, რომელიც გამუდმებით ესე იგი შხამს აფქვევს და გადავიდე ამ მდგომარეობაში. აი ამის მართვა, რომელიც რაღაც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, აი შიგნი გრადაციები როგორი არის, თუ ნაწილობრივ თქვენ იგივე კანონზომიერება გრძელდება, რაც ტონების გადასვლაში, მაგრამ მაინც თუ არის რაიმე საინტერესო მაგ სფეროში. მადლობა. თქვენი სახელი? სევდია. სევდია.
რა მაგარი სახელია. ესე იგი ძალიან საინტერესო კითხვა იყო. კი, გრადაციები იცით როგორ არის? მე მაგალითად ენთუზიაზმის ემოციურ ტონში შეიძლება ვიყო რაღაცა კონკრეტულ სფეროში ჩემ ცხოვრებაში, ხო? მაგრამ სხვაგან სადღაც სხვაგან ვიყო რა, სხვაგან უბედურებაში. სიტყვაზე თუ ცხოვრებას რაღაცა სფეროებად დავყოფთ, შეიძლება გავიხსენოთ ადამიანი, რომელიც ფინანსურად შეიძლება ენთუზიაზმის ემოციურ ტონში იყოს და რაღაცა პირად ურთიერთობაში უბედურებაში, ხო? შეგხვედრი ხართ ესეთ ადამიანებს. ანუ შესაძლებელია ეს გრადაციები, რაც შეეხება იმას, რომ ენთუზიაზმის ემოციურ ტონში მყოფი ადამიანი შეიძლება ენთუზიაზმის აკეთებდეს რამე ცუდს, ხო? რასაც რაღირებულებებზე დგას ეს კი, ანუ ესეც ესეთი თემა არ ვიცი. ანუ მე რო გაცემა ენთუზიაზმის ემოციურ ტონს ესეთი რაღაც ახასიათებს რა, რომ მე გავცემ და ეს გაცემა მავსებს. ანუ როგორ? ხო, არ პრინციპში რა ვერაფერს ვერ ვიტყვით, რომ ისა შოთას არ კონდეს ნათქვამი, მართლა ეგრეა. მაგრამ არ არის ეს სევდია ენთუზიაზმის ემოციური ტონი, ადამიანი თუ დაუშვათ გარბევს და გცემს და ამას ენთუზიაზმით აკეთებს. არ აკეთებს ენთუზიაზმით, არა. ეს ანუ მე თუ ჩემ თავს ან სხვას ვაზიანებ, მხოლოდ ფარული სიძულვის ემოციურ ტონში შემიძლია ეს გავაკეთო. არ ვიცი, მე მგონი ცოტა გვიან შემოგვიერთდის. არა, ღირებულებები არაფერ კავშირში არ არის აქ. ანუ ეს არის საუბარი იმაზე, მე როგორ ეს არის უფრო თვითცნობიერებაზე და ცნობიერების დონეზე. ანუ სად რამდენად თვითცნობიერი ადამიანი ვარ. კი, ნებისმიერი ადამიანი მოძრაობს, აი ისე რომ წარმოიდგინოთ მეგობრებო, ბავშვი იბადება ენთუზიაზმის ემოციურ ტონში, ხო? ანუ გასცემს რა, რომ შეხედავთ უანგაროდ გასცემს რაღაცა თავის სიყვარულს, სიტყვას რაღაცას. მერე გარემოს ის ჩამოყავს ქვემოთ და მერე უკვე გაცნობიერებულად ადამიანი ადის ზემოთ. ანუ თუ ადამიანი გაცნობიერებულად არის ასული ენთუზიაზმის ემოციურ ტონში და რაღაცნაირად ეს იკუთვნება ზუსტად კემბელის მოგზაურობასთან რა. ჩამოვდივართ, ავდივართ, დავდივართ რა ამ წრეებზე და ეს არის ძალიან ნორმალური, არაფერი მოკეთ საგანგაშო ამაში არ არის. ხო, რაც შეეხება იმას, რომ ენთუზიაზმის ემოციურ ტონში მყოფი ადამიანი შეიძლება ენთუზიაზმით ბოროტებას აკეთებდეს, არ ვიცი, ეს რაღაცა ესეთი ეგზისტენციალური თემა, ამაზე არ დავფიქრდები ამაზე, სევდია. ხო, აქ ეს ნახე სიტყვები არ არის პირდაპირ კავშირში მოვლენებთან. ეს სახელები ქვია ემოციურ ტონებს, რომლებიც ჩვენ ავხსენით რას ნიშნავდა. კი ბატონო. კი ბატონო. მე მგონი არ მიწუდება მე. ეხლა იქიდან გამომდინარე რომ აქტიორები თვითონ ჩვენი ავარ თავისთავად ხართ ესეთი შეკითხვაც ჩნდება რომ აი დრო მაგალითად დრო ენთუზიასტად დაკავშირებული მხიარულებასთან რამხელა მნიშვნელობა აქვს რამდენხანს გრძელდება ეს და აქვს თუ არა თავისი საზღვრები მაგალითად. თქვენი სახელი? ნინო, ჩვენს ეხნია ყოფილ ხარ. ესე იგი, ნინოს ძალიან საინტერესო კითხვა ქონდა. როცა ჩვენ საუბრობთ ქრონიკულ ემოციურ ტონზე, პრინციპში ეხლა ძალიან კარგი იქნება თქვენ თითოეული თქვენთაგანი თუ დაფიქრდებით ცხოვრების ამ ეტაპზე უხეშად რო ავიღოთ მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ წეგან სევდიამ ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა, შეიძლება ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა ემოციურ ტონში ვიყოთ, მაგრამ აი ზოგადად რო გადავხედოთ თქვენ ცხოვრებას, კარგი იქნება თუ დაფიქრდებით დღეს სადა ხართ, რომელ ემოციურ ტონში. ანუ ქრონიკული ემოციური ტონი, ნინო, იგულისხმება, რომ აი ცხოვრების ამ ეტაპზე როგორ არის ეს მუდმივია, მუდმივი როგორ, იცვლება მომენტალურად, მაგრამ აი ქრონიკულად რა ცნობიერების აი შეიძლება ყოფილვარ ენთუზიასტი, ეხა მხიარულებაში ჩამოვედი ძლიერ ინტერესში, შეიძლება ეხა მოწყენილობაში ვიყო, შეიძლება, მაგრამ აი ეს ქრონიკული ტონი არის მუდმივა, რომელიც ჩემ ცხოვრებას რაღაც ეტაპზე გაყვება, რომელიც შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ როგორ გითხრათ, რა ეს საათებით არ განისაზღვრება. აი ცხოვრების რაღაცა მოცემულობები და აი ამ ეტაპზე რა, ცხოვრების ამ ეტაპზე ესე რომ ვთქვათ. რა ეტაპ მე შეიძლება რაღაცა გარდამტეხი მე მაგალითად სანამ ეს ამბები დაიწყებოდა, სულ სხვა ემოციურ ტონში ვიყავი და
მე რაღაცები შეიცვალა ხო ჩვენ ცხოვრებაში კი მე ზუსტად ადამიანი ხარ და მუშაობ მოკეთ ჩემს ემოციებზე და ცნობიერებაზე, სულ გინდა რომ იქ დაბრუნდე მხიარულების ემოციურ ტონში და იცოდე რომ ეს ყველაფერი არის რაღაცა გამოწვევა, რომელსაც აუცილებლად გაართმევ თავს, ხო? რაღაცნაირად მუშაობ. მე მაგალითად სულ მუშაობ იმაზე, რომ მინიმუმ რაღაცა ძლიერში მხიარულობაში და ენთუზიაზმში ვიყო, იმიტომ რომ მაგ ემოციურ ტონში რაღაცები მოკლედ უკეთესად გამოგდის რა და გამარჯვება იქ უფრო თავისთავადია, ხო? როგორ ემოციურ ტონში ხარ ტინო? კი, უნდა კი, რა თქმა უნდა, ბრაზი როგორ ვაკონტროლოთ? შემოვარტყათ ვინმეს. თქვენი სახელი? მარიკა. ხო, არც ერთ ემოციას არ უნდა ვებრძოლოთ, თავარი პასუხი ეს არის. ყველა ემოციას უნდა მივცეთ არსებობის უფლება. ბრაზის დროს რა ხდება? თუ შიშის დროს გამოყოფილი ადრენალინი სისხლს ფეხებში გადაისვრის და გაქცევა მინდა, ბრაზის დროს გამოყოფილი ადრენალინი სისხლს გადაისვრის ხელებში და ძალიან დიდი მოთხოვნილება გვაქვს ამ დროს რომ ვიღაცას შემოვარტყათ, ხო? მაგრამ ჩვენ ხო როცა ვსაუბრობთ თვითცნობიერებაზე და რაღაცა რაციონალურ ქცევაზე, ხო? აუცილებელი არ არის რომ ამ დროს ვინმე შემოვარტყათ. იმიტომ რომ დავფიქრდეთ ხოლმე იმაზე რომ რა შედეგის მიღება გვინდა, ხო? მოკეთ ბრაზის გადამუშავება სხეულებრივად ხდება ყველაფერი იმით რა აი ხელებით რასაც ვაკეთებთ. მე მაგალითად მხოლოდ მაგ დროს ვალაგებ სახლს. ვრეცხავ ჭურჭელს და ვალაგებ კარადებს. კი, ასე რომ შეგიძლიათ ასე გადაამუშავოთ მაინც და მაინც ვინმეს არ შემოარტყათ. ამისთვის ძალიან კარგია ცურვა, რაღაცა ბოქსი, მოკეთ ისეთი სპორტი, რომელიც ესა რა ქვია, სხეულებრივად დაგვეხმარება ამ ემოციის გადამუშავებაში და მეორე არის რომ ენერგიის გარდა, ხო, სხეულში ენერგიის გარდა ამ ემოციას მოაქვს ჩვენთვის ინფორმაცია, რომ აი მტრად აღიქვა, ასე იგი ბრაზი წარმოიქმნება, როდესაც ჩემი ტვინი აღიქვავს ვიღაცას ან რაღაცას მტრად რა. და აი რა აღიქვა ჩემმა ტვინმა, ხო? ვინ აღიქვა მტრად, რატო აღიქვა? როგორ? სახის დამლეწავები სადაც. ბრაზის. ხო, ალბათ. ხო. არ ვიცი, ალბათ შიში და ფარულ სიძულვილში. არ ვიცი, ნახე ეგ ადამიანები ხო, ანუ ეს რაციონალი გათიშული აქვთ ალბათ, ხო? და აბსოლუტურად იმპულსებით არიან მართულები და შესაბამისად არ ვიცი, მათ ძალიან, ანუ მტრის ხატს თუ დაუხატავენ, რომ ეს არის მტერი და შენ მიდი იმპულსურად იმოქმედე, მე ძალიან მარტივია, ხო, რომ პირდაპირ იმპულსი ბრაზის მომართოს, ასე ვთქვათ, მტერზე, რომელიც უთხრეს, რომ არის მისი მტერი, არ ვიცი, ხო, რაციონალურად ცხადია, რომ ისინი არ მოქმედებენ. შეიძლება ინტერესიც იყოს, არა, ინტერესი უფრო სხვა არის. ინტერესი არის, როდესაც მომენტში ხარ, აი წამის ფლობის ხელოვნებაა ინტერესი. აქ დაამჟამად, ინტერესი ლათინური სიტყვაა და აქ დაამჟამად ყოფნას ნიშნავს. აი იმ წამში რო ხარ მთლიანად შესული და ირგვლივ რო არაფერი არ გაინტერესებს რა. ხო, არ ვიცი ახლა მაგ ინტერესი თუ როგორ? აი მე ვერ გავიგებ. სადროზიანო? კმაყოფილება, არა, ემოციური ტონი არ არის კმაყოფილება. კმაყოფილება რაღაცა მდგომარეობაა, ხო? კმაყოფილება. ეს არის კონკრეტულად რაღაცა ემოციური ტონები, რომ თუ კმაყოფილები არ იქნებიან, ალბათ გაბრაზდებიან. ხო. არ ვიცი. რაც არ ვიცი, ხო? მათ ხო ყველაფერი ძალიან ინდივიდუალურია, ვისთვის რა არის კმაყოფილება, ხო?
ანუ აქ საუბარი არის ალბათ ღირებულებებზე. ნახეთ მეგობრებო, ადამიანებს გვაქვს ცნობიერი, ხო? გვაქვს ეგრეთ წოდებული ქვეცნობიერი, გვაქვს არაცნობიერი, რომელიც არის კოლექტიური და ინდივიდუალური, ხო? ინდივიდუალური არაცნობიერი, მაგალითად, რაღაც არქეტიპულად თუ შევხედავთ, არიან ადამიანები, ვისთვისაც მთავარი ღირებულება არის, მაგალითად, ძალაუფლება. და ისინი ამბობენ, რომ ძალაუფლება ყველაფრის ფასად. არიან ადამიანები, ვისაც მთავარი ღირებულება არის უსაფრთხოება და ისინი ამბობენ, რომ უსაფრთხოება ყველაფრის ფასად. არიან ადამიანები, ვისაც მთავარი ღირებულება არის თავისუფლება და ისინი ამბობენ, რომ თავისუფლება ყველაფრის ფასად. მოკეთ, ბევრნაირი ადამიანი არსებობს, რომელსაც ეს არაცნობიერი მოტივები აქვს ძალიან განსხვავებული. თუმცა ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაცნობიერის გარდა გვაქვს ცნობიერი, სადაც ჩვენ რაციონალურად ხვდებით რა არის კარგი, რა არის ცუდი, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ხო? და აი ამ ყველაფერი საბოლოო ჯამში მიდის აი ამ თვით ცნობიერებამდე. ამ მდგომარეობაში კმაყოფილი ადამიანს ცალსახად აქვს თვით ცნობიერების პრობლემა, ხო? არ ვიცი, ცნობიერების ამაღლება არის ის, რაზეც ალბათ უნდა ვიმუშაოთ და მე რაღაცეები უკეთესობისკენ შეიცვლება. მადლობა თქვენ. ბუნებრივია, ხო? კი ბატონო. ყველა ემოციური ტონი თუ გვაქვს, ერთდროულად ის თუ ნორმალური მდგომარეობაა. შიშიშად, ხო, კი, მადლობა. თქვენი სახელი? თაკო. თაკო, ხო, ანუ ემოცია ზუსტად ეგეთი რაღაცაა, თაკო, რომ ერთი კონკრეტული, ეხა ჩვენ როცა ხსნით ხოლმე ესე ვსაუბრობთ, თორე ერთი კონკრეტული ემოცია არ არსებობს ჩვენში. ემოციური ტონი კი, მაგრამ სხვადასხვა ემოციები ირევა, ხო? შეიძლება პირველად შიში წარმოიქმნას, მერე ბრაში გადაიზარდოს, მერე სიცხარო. ბუნებრივია, რომ ბევრი სხვადასხვა ემოცია ირეოდეს ჩვენში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რაღაცნაირად ყველა ემოციას მივცეთ ხოლმე არსებობის უფლება, დავარქვათ სახელები, გავაცნობიეროთ. აქაც მოკეთ მივდივართ იქამდე, რომ რაღაცნაირად გაცნობიერებული დამოკიდებულება გქონდეს საკუთარ ემოციებთან. ჩემი ლექციები, რა ვიცი, ძალიან ბევრი ლექსია არის მუდმივად თავისუფალ წვდომაში და შეგიძლიათ ნახოთ. სხვადასხვა პლატფორმებზე, კი, YouTube-ზე, Facebook-ზე. ნინო ეფხოშვილი. არც ერთ ემოციას, თაკო, არ უნდა ვებრძოლოთ საერთოდ. იმიტომ რომ კი არ ვიცი, იყავი თუ არა აქ. ემოცია არის ჩვენი შინაგანი, ასე ვთქვათ, GPS-ი, ის რაც ფიზიოლოგიურად წარმოიქმნება ჩვენში. და მოაქვს ჩვენთვის ინფორმაცია და ენერგია და გვეხმარება ადაპტაციაში. ერთი რამე მინდა დაიმახსოვროთ, რომ ეგრეთ წოდებული ცუდი და კარგი ემოციები არ არსებობს. ყველა ემოცია მეხმარება გარემოსთან ადაპტაციაში. რო გადავრჩე, შიში და ბრაზი ხო არ მოგწონს, მაგრამ სინამდვილეში დღეს აქ რო ვდგავართ, შიშის და ბრაზის დამსახურებაა, ხო? იმიტომ რომ მილიონობით წლების წინ ლომები და ვეფხვები რომ მოგზდებდნენ შესაჭმელად, შიშის დამსახურებაა, რომ გავიქეცით და გადავრჩით, ამ ბრაზის დამსახურებაა, რომ მოbrundით და გავანადგურეთ. ამიტომ მოკეთ ყველა ემოცია და წარმოიდგინე მილიონობით წლის განმავლობაში, რომ ეს ემოცია გადარჩენაში ეხმარებოდა სახეობა ადამიანს და მისი წყალობით, ასე ვთქვათ, გადავრჩით, არაცნობიერად ეს ემოციები სულ არაფერი ხდებოდეს გარემოში, მაინც არის ჩვენში და რაღაცებს მოკეთ იმაშვება რა და იწვევს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაღიაროთ, მივცეთ არსებობის უფლება და სხეულებრივად, აი რაღაცას ვამბობ, ხო? თუ შიშია, ვიაროთ, თუ ბრაზია, რა ვიცი, სახლი დავალაგოთ, თუ რაღაცა ხელით რაღაცები გავაკეთოთ. მოკეთ სხეულებრივად გადავამუშაოთ, ინფორმაცია რა მოგვიტანა, ეს გავიგოთ და ყოველჯერზე დავსვათ ეს კითხვა, რომ რა შედეგის მიღება გვინდა და ამ შედეგისთვის როგორ აი ყველაზე რთული ალბათ მე ამ სიტუაციაში მე პირადად გამიჭირდა სევდის ემოციასთან გამკლავება, ხო? და ხო. მე ძალიან ცუდად ვიყავი და აი ამ მიტინგებმა და ამ პროცესმა გადაბარჩინა. ანუ ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ანტიდეპრესანტი ჩემთვის. კი ბატონო, კი, ზუსტად ეგ არის, ანუ სევდის ემოციის გადამუშავება ხო გაზიარებით ხდებით. მე სულ ამას ვამბობ, რომ ერთგვარი თერაპია, როცა ხედავ, რომ სხვა ადამიანებიც არიან, ყველაზე დიდი თერაპია არის და დღეს ზუსტად სოციალურ ქსელში დავწერე, რომ ძალიან ცოტა, ასე ვთქვათ, დასაყრდენიღა დაგვრჩა, ხო? და ეს არის ზუსტად ეს საერთო ღირებულებებით გაერთიანებული ადამიანები,
ერთგვარი საყრდენი, რომელიც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს რიცხვი გაიზრდება და საბოლოოდ მოკლედ იმ შედეგამდე მივალთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დღევანდელი ლექსიის თემაც იყო ზუსტად უიმედობიდან გამარჯვებამდე და გამარჯვებას გისურვებთ ყველას ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ სამმართს.